მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხაზ გაბადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმრები მეყოლება ჩემს გადაცემაში. ოჯახი, ცოლ-ქმარი, უნიჭიერესი ადამიანები, ორივე პოეტები და განსაკუთრებით ერთ-ერთი ადამიანი არის საქველმოქმედო გაერთიანება მიმინოს დამფუძნებელი და ისინი დღეს ჩემი სტუმრები იქნებიან ვალიკო კაკაურიძე და ნინო როსტიაშვილი. უნიჭიერესი პოეტები და სანამ მათ მოვიწვევდე ჩემს გადაცემაში სტუმრად მე მინდა ერთი ლამაზი სიმღერა გიმღეროთ. მხოლოდ თქვენთვის. ჩემი სიმღერა თებმა მასწავლეს შიდების თვენა ასე მგონია ამ სიმღერებით ავიღიენა როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი სიმღერით მოვდე რაღა ვინადრო ამაზე მეტი Chito Margalito da Chito Margalito da Chito Margalito da Chito Margalito da დღეს ჩემთან არაჩვეულებრივი სტუმრები არიან და მინდა ახლა ჩემს გადაცემაში, ჩემს სტუდიაში მოვიწვიო ეს ადამიანები, უნიჭიერესი პოეტები და ასევე ერთი პიროვნება გახლავთ საქველმოქმედო გაერთიანება მიმინოს დამფუძნებელი. ბატონი ვალიკო კაკაურიძე და ქალბატონი ნინო
როსტიაშვილი თავს სტუდიაში. მოგესალმებით. სალმებით, ბატონო მალხაზ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. თოთ დავბრძანდეთ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩემს გადაცემაში და მადლობა თქვენ, ბატონო მალხაზ, რომ მოგვიწვიეთ, დავაფაცეთ. მადლობა თქვენ. როგორი თქვენს ტელევიზიას და თქვენ პირადად. მადლობა გაიხარეთ. მადლობა დიდი. როგორი განწყობით ახართ მოსული და როგორი შემართებით. დარწმუნებული ვარ. მალხაზ, მე თქვენ სანამ თქვენ ტელევიზიაში მოვიდოდი, მანამდე გიცნობდი. ქალბატონ დინასთან ერთად ოჯახური სიტყვოთი და დიდ პატივს გცემდით და გამომდინარე აქედანაც ხალისი თავარ თქვენთან მოსული. ძალიან კარგი, რადგანაც ასეთი კარგი განწყობით და შემართებით ახართ მოსული, დავიწყოთ მაშინ. და მე მინდა რომ პირველი რადგანაც სტუდიაში მანდილოსანი არის, საერთოდ ყოველთვის ვიწყებდი შეკითხვებს მანდილოსკისგან, მაგრამ თქვენ მე დაუთმობ. კი ბატონო, თქვენი ნება, კი ბატონო და მაშინ დავიწყოთ და პირველი შეკითხვა ბატონ ვალიკო კაკაურიძეს. ვინ არის ვალიკო კაკაურიძე? არის. მე ასე ვიტყოდი, რომ ვალიკო კაკაურიძე არის ჩვეულებრივი ადამიანი, მოკვდავი. ვიღაცისთვის შვილი, ვიღაცისთვის მამა, ვიღაცისთვის ქმარი, ვიღაცისთვის საყვარელი და ტკბილი ადამიანი, ვიღაცისთვის კიდევ ვცდილობ რომ ნაკლები მყავდეს ესეთი რაღაც ცუდი. აი ეს არის ვალიკო კაკაურიძე. დანარჩენი ვალიკო კაკაურიძე არის ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას საერთოდ ბატონო მალხაზ ნამდვილი ჩემი სახელი არის ვარლამი. და საეკლესიო წიგნის მიხედვით სახელი ვარლამი ითვლება როგორც ხალხის შვილი. მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბუთებით. გაზრდიდან და უпростоრად დაბადებიდან ვიზრდები როგორც ვალიკო კაკაურიძე. და ამ ქვეყნიდანაც წავალ როგორც ვალიკო კაკაურიძე. უბრალოდ ქვაზე მაინც მიკითება მე რომ საბუთებით მიპოვონ იქ იმ ქვეყანაზე ვარლამი და ეს ბატონო ვალიკო ჯერ ნაადრევია მაგაცი ფიქრია. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩვენ რაც უნდა ვიფიქროთ, ბატონო მალხაზე მხოლოდ და მხოლოდ მაგლიდან უფალის ნება. ეთანხმები. ვის როდის მოუწევს, ვის ხუჩაბაც და ვის ორშაბაც. ასე რომ დანარჩენი გამომდინარე აქედან მე რაც ეს გავიგე პატარაობიდანვე მოყოლებული ბებია ჩემო რომ ამიხარ შვილო შენი სახელი ამას იფალისინებს ვცდილობ რომ სიკეთეები გავაკეთო და ვალიკო კაკაურიძე არის ის პიროვნება რომელმაც გამოცა სამი წიგნი საქველმოქმედოდ რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა სამივე წიგნში სადღაც 104, 106, 109 ანუ ზუსტ ციფრებს 100-ზე მეტი ადამიანის გული იქნა გახარებული. ვალიკო კაკაურიძე არის კიდე ის პიროვნება, რომელმაც კიდევ ერთი ურთიერთშეთანხმებით წერლებთან შეთანხმებით გააკეთა წიგნი, რომელიც დასახელდა გახდი რჩეული, იმ გაგებით გახდი რჩეული, რომელიც უკვე წასულია იტალიაში და მე რაც დავპირდი ჩემს ეგრეთ წოდებულ თანამეაზრეებს იმ წიგნის გამოცემაზე, რომელშიც დასახელებული იყო რჩეული, სულ ყველა ლექსები გადაიტარგმნება იტალიურ ენაზე, რომელიც უკვე დაწყებულია. ვალიკო კაკაურიძე არის ის პიროვნება, რომელმაც შეძლო ჩემი ნინოს დახმარებით, რა თქმა უნდა, ორი კონკურსის ჩატარება, რომლითაც, რა თქმა უნდა, ვასიამოვნეთ ბევრ ადამიანს და, მოგეხსენება ბატონო მალხაზ, რომ ვიღაცას რო გული დაწყნა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დაჟე მეორე წარდგინება გუშინდელი იყო, დაჯილდოება ეს იყო. მე მიყვარს გალასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული დიპლომები გადაცემული ხალხზე, რომელიც გაანგარიშებული ჰქონდა სამი ადამიანი, მაგრამ ესოდენ ლამაზად დახასიათებული ლექსები წავიკითხეთ, რომ მაქსიმალურად ვეცადე გამეზარდა და 12 ადამიანამდე გავზარდე. დანარჩენს მე და ჩემი ნინო ვეღარ გავწუდით უბრალოდ.
და გული რო არ დაწყვეტოდა, გეგმაც დავდეთ გუშინვე, რომ წიგნი უნდა გამოვცეთ მე მიყვარს გალა. აი, უკვე მე მოხდება ყველა თავისებური სიყვარულით, ვისაც როგორ უყვარს გალა. აი ეს ბევრი მომივიდა ჩემზე ლაპარაკი, მაგრამ არც მაგდენი ის არა ვარ, ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს სულ ყველა და რომელიც ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გააკეთოს. ეხლა გადმოვინახოთ თქვენსკენ ქალბატონო ნინო, ანალოგიური შეკითხვა, ვინ არის ნინო როსტიაშვილი? მადლობთ. ნინო როსტიაშვილი არის ერთი უბრალო ადამიანი, ძალიან უბრალო, მე ესე ვთვლი, ვისაც უხარია ყველა სიხარული და სტკივა ყველა სტკივილი. დავიბადე თბილისში, გავიზარდე თბილისში. ვარ სამკურნალო ფიზკულტურის განხრით მეთოდისტი ახალშობილებში. ჩემი პროფესია ძირითადად ეს არის. ლექსებს უბრალოდ წერ, პოეტი არ ვარ. და ვცდილობ რომ სიკეთები ვაკეთო. ყოველთვის არ გამოგივა ადამიანს. ძალიან კარგი. ბატონო ვალიკო. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი. ვინ გინდათ ყოფილიყავით ბავშვობაში? მაგრამ დიდობაში რო არ გამომივიდა, დეგინდა გული მაგინო ბატონო ხა. კი ბატონო, ბავშვობაში მე მინდოდა არ გაგეცინოთ ხა. არც მახულებლებს და არც ტელევიზიაში წარმომადგენლებს. მინდოდა ყოფილიყავი ფრინავი. მაშინ დებულა ლიოჩიკი. და ეს ყველაფერი უკვე სადღაც 9 წლის ასაკში გამიჩნდა ინტერესი. მე აგერ ჩემს რომანში მილიონიან ქალაქში ზუსტად ისა მაქვს აღწერილი, რომ მოსკოვში რო წამიყვანა მამაჩემმა, ბეჭემთან ერთად რა თქმა უნდა საქმეებიდან გამომდინარე, რატომ ისიც ციკში წერია და დაპირებული იყო რომ ლენინს გაჩვენებოდა მაშინ დიდი სიამაყე იყო მეგობრებო ლენინის ნახვა მით უმეტეს 9 წლის ბავშვისათვის რომელსაც მერე საამაყო ექნებოდა თემ სამეგობროში რომ ლენინი ნახა როგორ არის დაკαπჩონებული კალბასივით იმ პატარა აკვარიუმში ესეც მხოლოდ და მხოლოდ იუმორით რომელიც ზუსტად ამ სიტყვებით არის მოხსენებული ეს სამტრედელი ვაჟკაცი კაცის სიტყვებია და იმას გავიმეორებ ზუსტად. და იქიდან წამოსული ქართველი ლიოჩიკები იყვნენ და მამამ თხოვა რომ ბიჭი არ მინდა გულნაცკენი ჩავიყვანო, ლენინი ვერ ვაჩვენო, იმ ხელარიგებიო და ჯიგრულად კაბინაში შეიყვანეთ. და ჩემი საოცრების თვალები მე მგონი დღესაც წინავს ზუსტად იმ ფოსფორული წვანე გძნობით იმ შავ ფონზე მარტო ვარსკვლავები როა და შიგნით კაბინას უფოსფორებით განათებული, ვისაც არ უნახია. აი, შეუძლია წარმოიდგინოს, ვისაც ფანტაზია გააჩნია. აი, იმის მერე დამჩარო გამხდარიყავი ფრინავი, მაგრამ ბებიამ არ გამიშვა. ქალბატონო ნინო, ბავშვობის მოგონებებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი? აი მართლა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და ხანდახან მწვენია ხოლმე რომ ვიძახი, იმიტომ რომ ბევრს უთქვამს რომ ვაიმე მე არ მქონდა კარგი ბავშვობა, რაღაც მაკლდა. ყველა დღე ტკბილი იყო, განსაკუთრებით სანამ მამა იყო ცოცხალი. მერე იყო რაღაც პრობლემები უკვე, მაგრამ რასაც ბავშვობა ქვია 12 წლამდე აბსოლუტურად აკრობატისტი ვარ და ძალიან ბევრჯერ კვარცხლებზე ვდგარ ვარ, გამარჯვებები მქონია და მართლა ვერ გამოვყოფ. ყველა დღე ტკბილი იყო ჩემთვის. ძალიან კარგი. ბატონო ვალიკო. დიახ. იქნებ გავიხსენოთ ბავშვობის ტკბილი მოგონებები. რამდენი ერთი ბატონო მარხას. ისე უცბად ექსპრომტად გეტყვი. ექსპრომტად დაწერილი არ არის, მაგრამ ისე გეტყვი გამოვიყენებ. ძალიან დიდ პატივს ემამლებს. ონავრები. თუ კი ერთხელ მეზობლისას მოგიპარავს ხილი. იცოდე რომ ბავშვობა გამოვლილი ტკბილი. ამ დროს ისმის მოძახილი მეზობლის ხმა თბილი ყვახი არის ონავრებო მოგეჭრება ტკბილი. რა ჩვენ ყვახე ჭერა მიგვაქვს აჯამი. ვაკეში ვარ გაზდილი. მაგრამ
ყავდა. უпростоრად ქონდა, თელ სამეზობლოს ბაღები ქონდა. ხან სპაროდინას ვიპარავდით. ხან ყურძენს დამდრო ჩვენთან სახლში ჩვენივე ბოდისვიტი გამოთქმაზე და აღარ დავასახელებ, ფუჭდებოდა. სახლში წკეპლა ხდებოდა, იქ რა გინდა ხეზე ჩამოვარდები, აგერი ყავდა, ამას მეზობლები წიძა ქონდა. მეტი სიტყვა და სიტყვა რა გავიწენო ბატონო ალხას. მაიმუნი ბავში ვიყავი მოკლედ, მაგრამ ჭკვიანი რომ ეთყობენ არ შეიძლება, ესე იგი არ შეიძლება. ბავშვობაში ყველა წელკი ვიყავით. ხალხონინო რა გინდოდათ ყოფილიყავით ბავშვობაში? ბავშვობაში აი ძალიან მართლასაც ბავშვობა ქვია. მე ძალიან ადრე დავიწყე წიგნების კითხვა, მიყვარს წიგნები და თავიდან დეტექტივებით დავიწყე რატომღაც და მე რო ფიქრობდი რომ დეტექტივი გამოსულიყავი. ну რა თქმა უნდა ალბათ ეს ბავშვობაში ჩარჩა და აი სადღაც 12 წლის ასაკიდან ზუსტად ვიცოდი რომ მე უნდა გავხდარიყავი ახალშობილების მასაჟისტი, ისევ სპორტიდან გამომდინარე, ფეხი რო გვეთკინებოდა, რამე ტრავმას მიიღებდით, ისეთი კარგი ქალი ყავდა ნინაჭკა მასაჟისტი, რომ აი იმ წუთში მოგვარჩენდა და მეც უნდა მეთქი ესე მოვარჩინო ხალხი და ზუსტად რავი როგორც გადავწყვიტე, ისეც მოხდა. მადლობა უხალ სამისთვის მე კმაყოფილი ვარ და მიყვარს ჩემი პროფესია ძალიან. სასიამოვნოა. ბატონო ვალიკო, სიტყვა რომელიც არ გიყვართ. ეგ არ უნდა გეკითხა. ჩამწრალი კითხვა ხო არის? არა, როგორ არის იცი? როგორც მინდა რომ თქვა, არ მინდა რომ უხერხულობა გამოვთქვა. და ახლა უნდა ჯერ ვის უყვარს ლანძღვა და გინება. მაგრამ დღევანდელ თაობაში რატომღაც მიღებული არის სიტყვა ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან და ეუბნებიან შეჩემას. არიციან მნიშვნელობა ამ სიტყვის და იმიტომაც გამოთქვამენ ისე და მნიშვნელობა არის ის თქმელმა და მნიშვნელობა არის ის კიდე მომსმენელმაც. პლუს ამასთან ერთად არსებობს ის ურთიერთგაგება რომ ძმაკაცია, ბიძაშვილია, მამიდაშვილია და ზოგმა შეიძლება იცოდეს და უტარებს, ვითომ არა, მაგრამ მე მაგალითად ვერავისგან ვერ მივიღებ მაგ სიტყვას, იმიტომ რომ ერთი სიტყვა ნაბიჯურის გულისთვის მოვიხადე 5 წელი. და ვერავისგან ვერ მივიღებ მაგ სიტყვას შეჩემას და ანეკდოტს მოგიყვები ბატონო მალხას თუ შეიძლება. კი ბატონო, ზანეთ. ჩვენ ახლა წარმოშობით ზესტაფონები ვართ, სვირელები ვართ, საკაული ძეები. კი, ვიცი. და ზესტაფონში ჩხუბი მოხდა, რამ გაყო ქუთაისში და ზესტაფონში. გამიგე შენ ზესტაფონში მოხდა ჩხუბი, ხო გეიგე? და გამომძიებელი ეკითხება დამსწრეს. რა მოხდა? ბიჭო, მითხარიო. რა მოხდარიყო? არ ჩემალა, ვინ ჩემალა, შეჩემალა უთხოვ. რაო ბიჭო, ვერ გეიგე შეჩემალა. არ მეყვარს. დედახვევით. ხალხონინო რომ არა პოეტი იქნებოდი, ვინ იქნებოდით? პირველ რიგში, აი რომ შემოვედი, მაშინაც ხასე გამოაცხადეთ და მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ პოეტი. არც ვთვლი თავს პოეტად. უბრალოდ მე მიყვარს პოეზია, წერ ლექსებს და ძალიან კარგი მკითხველი ვარ. სხვებისგან განსხვავებით, ვინც არც კითხულობენ ხოლმე არავის ლექსებს, თითქმის ვცდილობ, რომ არ გამორჩეს და ყურადღება მივაქციო ყველას, იმიტომ რომ მიყვარს პოეზია და ხო უნდა ვიცოდე ვინ რას წერს, რას ტკივათ. ყველა პოეტი ასია ალბათ, რაც ტკივა იმას წერს, ან რაც სამშობლოს უჭირს, ან ტკივა. ამიტომ მე ვარ მასაჟისტი და ვიქნებოდი კიდევაც არ შევიცვლიდი არანაირად პროფესიას, თქვი კიდევაც ძალიან მიყვარს მე ჩემი პროფესია, იმიტომ რომ მე ბავშვებთან, მაგ ახალშობილებთან, წმინდანებთან რო იტყვიან საქმე და ამაზე კაი რა უნდა ვაკეთო. მე მინდა ერთი რამ ვთხოვოთ, რომ ჩემს ტელემაყურებელს გავანდოთ ორი ლექსი, რომელიც თქვენი მე ჯერ თუ ვალიკო. თქვენ პირადად ვთხოვთ, რომ საერთოდ ჩემს გადაცემაში მოწვეულ სტუმარს პოეტს გულისხმობ 4 ლექსს წარმატინებ ჩემს გადაცემაში და ჯერ 2-ს და მერე უკვე 2-ს კიდე და ასე რომ პირველ რიგში 2 ლექსი რომ გაგვანდოთ ჯერჯერობით. კი ბატონო. რო თქვა პოეტი არა ვარ, რა ადგილი. ლექსებს წერმეთ. სხვადასხვა ბატონო ვალიკო,
ეხლა მქონია რაღაც ის რომ მე თქვი მეც ხوار და მაგრამ არა მაქვს ის არ მოდის შემში რაღაც მე შეიძლება სცენარი დავწერო უცებო მივიდეს რაღაც ან იუმორ სტილის სკეჩების ან რაღაც კინოს სცენარის ან რაღაც კარგად გამოგვეკიდე ფილმში მაგრამ ეს ლექსი არ არსებობს მე რომ აი ლექსი არა მაქვს აი მუზა არ მომდის ამისი და ამიტომ ვერ იმავშები რა ქვია აი ძალით რომ მოკაჩო არ გამოგია. არა. ძალად ჯობია საერთოდ. სამოვაგიდია ხელი არ გავუშვა ბატონო. მე თავის თავად. თქო ხალოდრინო. კი, აი ისეთი ლექსი რომელიც ჯერ არ წამიკითხავს არსად და არა ვერცხლს. ვერცხლთ მოყარენი როგორ ჭინკები შემოსევიან არეს ნაღამებს. ტყუილ მართალი როგორ არის ჭორი ნათალი არის ხვავრიელ. მამა გაბრიელ ახლა გვჭირდები თორემ სევდახნის ხსნის კარებს ახ აგვარიდე ასე მრისხანე მწვანე ფუჯინი რაჯინ აშარი რომ გავიქაროთ გულს კაეშანი შემოგეშველე ქარიშხლის მხარეს სულ ერთი შანსი ჩემო ლაზარე არ მიგვატოვო არ ჩამოგშალო როგორც ტაუან როგორც იშხანი დააცხრე მალე ეს დარიშხანი თაში ლაღობდნენ ქორბუდირემნი ბარში მღეროდნენ დები იშხნელი დედა მარიამ როგორ გვჭირდები გულს მიცხრილავენ ძმათა მჭიდები შენს წილ მიწაზე ვერ ავრიგდებით ვერ გაგვიდია ძმობის ხიდები გამოაფხიზლე ერი და ბერი ვომობდებთ ტერთან არა მოყრობის არ გაგვჩენოდეს ვერცხლისა გენი არ ჩაგვეძიროს მოშურნის ენით ჩვენში გენის მცურავი გემი დიდარსაც კონდეს ღარიბს მიეცი შეხსენი ურდო ღუზა აუშვი მტრობასა შინა ზავი დაუშვი გულს ბაგაბუგი გააქვს სვენებით მაქვს დაგრეხილი სულის მტევნები ახლა ფიქრებშიც წრფელი ვიქნები იმაზე მეტსაც ვერ დაგპირდები რომ გაწნილ ლოყის ვარ მიმტევები თავისუფლების ამორძალები მალე მოიკრებს ძალებს მალებში ვით ამირანი ავიხსნით ბორკილს ამოუჟლიტავთ ერს ჭიის ჭიებს თაფლის სანთელით ამოვაშენებთ ნაჭირვარამი ჭის კოროზიებს შემოგვეშველე წმინდა ნიკოლოს შემოგვეშველე ძეო ქებულო მოკრძალებული მანდილის რაშევს დილის მადლივით გვჭირდები ზეო დიდი მადლობა და კიდევ ერთი ლექსი მივაყოლო? დიახ ერთი ლექსი კიდე გაგვანდეს. განსხვავებული ლექსი წავიკითხავ ერთი უბედური ადამიანი. დაგვიანებული რო ერთი უბედური ადამიანი რომ ჩემი თვალით დანახული. ყველას გონია ხოლმე უცბად ვიტყვი რომ აი რატოღაც შენ განცდებს წერ და შენზე წერ. არა, ჩვენ ძლია სხვისი მოსმენილი, სხვისი დანახულით კი დაწერო როცა განიცდი და სხვისიც ტკივას. სხვენიდან სხვენში. სხვენიდან ხნეშით, უხამს პალტოში, მოხრილ მხრებში, წვიმაში, ქარში, ქუჩაში, სკვერში, მეტროში, ბრბოში, დადის და დააქვს პატარა ქოში. წარმოიდგინეთ, არ არის ბომში. შეჩერდა ბართან, ბოდიშის მოხდით, ჩაულის ბარებს, კაფეს, რესტორნებს, მტკვარზე, ბორანზე უკრავენ ორღანს, მეთევზეები ყიდიან ხიდთან, შეუბოლავდა, შებოლულ ტარანს, მაგრამ ჯიბეში არ უდევს გროში. გროში კი არა, გახვეტილ ჯიბეს, მტვერის ქუჩაში გაურბის უკვე. ადის, ჩამოდის კიბეს დებოშით, ხელების ქნევით, ქუსლის ბაკუნით, საკუთარ თავთან თავის კატუნით. წარმოიდგინეთ, არა აგიჟი. უმატებს ქოშინს კარზე კაკუნით, ვიღაც არის შინ, ვიღაც არ არის. და ასაჩუქრებს ვიღაცა ხურდით, გულს უღრნის, მაგრამ სიცოცხლეთ უღირს. ვიღაცა ეტყვის უწმაწურს უღირს, მხრებს აიჩეჩავს თავს დაბლა უხრის, ხან აქვს წყალობა, ხან უწყლოობაც. ვიღაცამ გუშინ კი უწყალობა, სტვენით აღმოხდა ჩიტის გალობა, ლოცვით ამბობდა ათას მადლობას, მადლიან ხელს კი ცრემლით ულბობდა, წაიბარბაცა, ლამის დაგორდა, კიბის მოაჯირს რომ არ დაყრდნოდა, თქვენ არ გეგონოთ ვიღაცა ლოთი, ცხოვრებამ ბედად არ გუნაშ ფოთი, და ასე დადის, და ასე გადის, წლები, თვეები, ხნეშით, წყალობით, სტვენით, გალობით, სხვენიდან სხვენში. სხვენიდან სხვენში. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და ბატონო ვალიკო, გადმოვინდათ თუ ხარ თქვენსკენ, რაიტყვი. არა, ჯერ არა კითხვა უნდა გისწოთ და შემდეგ ვის ადარებთ ხოლმე საკუთარ თავს? ბატონო ვალხარ, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანი არ ვიცნობთ, მაგრამ თქვენ როგორც მიცნობთ, როგორ ფიქრობთ,
შევადო რომ და ვინმე ჩემი თავი მე ვგევარ ჩემ თავს ცუდი ვარ რაცა ვარ ესა ვარ კარგი ვარ რაცა ვარ ესა ვარ დავდი ვარ კნესა ვარ რა ვარ ცხოვრებას ვერ გავიცი ვერავის ვერ შევადარებდი ჩემ თავს ბატონო მალხაზ იმიტომ რომ ბუმბერაზებს ვერ გაუტოლებ ჩემ თავს და არც მინდა რომ იმ ხალხთან დავდგე რომელი ხალხის ათანაც არ მაქვს ასე რომ მე ვარ მე რომ არა პოეტი ვიქნებოდი ვინ იქნებოდი ბატონო ვალიკო ანალოგიური შეკითხვა რაც მე ქალბატონილოს დავუსვით კი მივხვდი მაგრამ რავი მე პოეტი რავი აბა როგორ გითხრა ჩემო მალხაზ ბატონო მალხაზ მე უბრალოდ ესე გადავწყვიტე და აგერ ჩემ წიგს უკანაც მივაწერე რომ ჩემი გულის ნადები ფურცელზე გადმოვიტანე ვისაც არ მოგეწონებათ კითხველად არც მეგინადრებთ ამას მე მინდა კიდე დავუთო ერთი პატარა ანეკდოტი მიყვარს საერთოდ იუმორი კი ბატონო ფილარმონიის წინ მუზის კანდაკება რომ დგას მის წინ ბასეინი რო გაკეთდა მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი ძალიან დაჟე ახალგაზრდაც არა ჯერ კიდე ბავშვი ვიყავი და არც ისე პატარა რომ მარტო ვერ ჩავსულიყავი რვალებაღიდან ვაკიდან ფილარმონიამდე უკვე ისე ვიყავი რა მე-19 კლასში რომ წითელი ესეთი პატარა ოქროსფერი თევზები ჩვენს ბავშვობაში რო ერქვა ისინი დაცურავდნენ ამ იმაში რა ბასეინში თბილისური სახელებია და სეროჟა მოვიდა ანკესით პატარა ჭია აიღო და ჩაკიდა დგას ნახა ინსპექტორმა აქ როგორ შეიძლება მიარგა რას აკეთებს სეროჟა აქ თევზაობა როგორ შეიძლება არა უბრალოდ просто ჭია ჩემია ვაბანავებ რა აი ეგრე ვარ ეხლა მიგავწე ვისაც უნდა წაიკითხოს ვისაც არ უნდა და გადადოს გვერდზე და სხვა წიგნი წაიკითხოს ქალბატონო ყოველთვის მეგონა რომ პოეტობა მართლაც ყოველთვის მეგონა არა და მგონია რომ პოეტობა ძალიან ზეაღმატებული ნიჭია ფიქრობ რომ მარტო სწავლით ვერ მოვა თუ ხელი არ შეუწყოს ზეციერმაც ალბათ და რაღაც თავისი არ დაგაბერტყა და ძალიან ხელშეუხებელი მგონია დღესაც ნამდვილი პოეტი რაც თქვი მე არ თვლი თავს პოეტად ძალიან წმინდავა ჩემთვის დღემდე ის ბავშვობის თავისუფლება რაც მქონდა ძველ კლასიკოსებზე მომყვება რომ ხელშეუხებელი უნდა იყოს პოეტი მართალია გეთახმებით აქ ბევრი რამე ვიგულისხმე ახლა პოლიტიკურიც და პოლიტიკურიც ბატონო ვალიკო თქვენი პირველი ლექსი ჩემი პირველი ლექსი ის იყო ბავშვობაში რასაც ვამბობდი ხოლმე რაღაც ფრაზებს სადა როგორც იტყოდი ისე მიფრინავდა კაღალდისაგან ხო გაიკეთებია ბატონო მალხაზ თვითფრინავი და გაგიშვია აი ეგრე და იმას მე ვეღარ დავეწევი ხოდა ანარჩენი ჩემთვის თვითონ ყველა პირველია მაგრამ ადამიანის ბუნება ამინს გავს ასე მგონია აპანაკება სიცხეში ხანდახან წვიმის ომია ზეცას შეხედავ რას ხედავ ცად ცისარტყელა ხამპულობს წვიმის წვეთები ჯერ კიდევ ხისტოდებიდან წაბუნობს ადამიანის მოდგმა ბუნება დაუნდობელი სულია ლაშე წვეთებად იღვრება ხაწვებზე წვიმის სუნია ძმათა გულები დამშრალა შეუბრალებლად ორგულობს მოგმა და გაუტანლობა შთამომავლობად ორსულობს ბატონო ვალიკო ბატონო მალხაზ ეგრეთ წოდებული პირველ ლექსად ნამდვილად ვერ დავიწერ მე ამას და ვერ დავიტრაბახებ მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე მდგომ ლექსად წავიკითხე გამომდინარე იქიდან თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში
რა ხდება თითოეული ჩვენთაგანის გულში და სულში და როგორ შეგვიძლია ჩვენავ ყველაფერს რომ მოვეფეროთ, მოუვაროთ, გამოვასწოროთ და ზუსტად იმ მიმართულებით ვიაროთ, რაც ახლა ამ წუთში ჩემმა ნინომ თქვა, რომ პოეტი პოლიტიკურადაც და დანარჩენი შეგრძნებითაც ხელშეუხებელი უნდა იყოს. ეს მარტო ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გვერდზე დგომით, ერთმანეთის გატანით. არა თუ ძირის გამოთხრით და ისე გატანით. ბატონ ვალიკო, წეგან მე ხალბატონ ნინოს თხოვე ორი ლექსი წაკითხა და ასევე მინდა მივამატოთ კიდე ის ორი ლექსი, რაც ეს უბრალოდ ის იყო, რომ კითხვასთან მიახლოებული პასუხი გამოვიდა, რაც თქვენ წეგან ლექსი წაიკითხეთ. ეხლა თხოვთ, რომ ორი ლექსი გავამატოთ ჩემს მაყურებელს და გავასწროთ. მესმის რომ ყველაფერში დრო არის და ამ დროში გამოვიყენე და თუ ბევრი ვილაპარაკე ზატო დავაკელი და თუ მეფობა გინდა ადედოფლე ქალი რაც არ უნდა ქარი რაც არ უნდა ქროდეს ქარი როგორც გინდა ციოდეს ორი გული ერთად რომ ძგერს ვერას დაგვაზიანებს ტანადახად ბაწაწინა ვითარცა ფეტვის მარცვალი დევი ქისაში გინახავს შენახარ მისთვის წამალი სამკაულებს არ იკეთებ განა არ გაქვს მრავალი სამკაულად ხო მეყავარ მიტოხარ ესეთ ამბავს ხათაშოვის თითქმის პირველ ლექსად ეს ითვლება უკვე რაც დაიწყო და შემოვიდა. ეს. და ამასთან ერთად იყო კიდე მიძღვნილი 20 წლის წინაშე ვიტყვე, როცა ნუ ამდენ რომ მოვიდა სახში და თქვა რომ შეეგონია მეცადინეთ შემიძლია ლექსები წერო და აბა დაწერე მეთქი და დამახვედრა ეს ლექსი. ავიდა 2-3 მასაჟი გააკეთა, მე 4-5 საათს მე უკან მოვბრუნდა და ამეოთხარ, ეხლა ნახე. აკეთებოდა აბა მოდი დაჯიქიო და გამივქარე რას მიყიდა მოდი. ოფილიყავი ჩემთვის, მე კიდე ლაკის ტუფლები გამიტო და წვენებია, ეგ მომივიდა რა. შოში ასე არ იყოს ხო? ეხლა მეორე ლექსი. ნაწარმოებიდან გამოვიყენეთ მაგარი ფრაზები ნამდვილად. თხოვთ ახლა მეორე ლექსი გაგვატოთ. მოხარული ვარო ესეთი ბუმბერაზე ადამიანები ყავდნენ და დღეს ჩვენ მათ ვაცოცხლებთ ფაქტიურად. თითო ამოძახილი, თითო ფრაზით, მე ასე მესმის. ეთახმებით. და ესეც მინდა რომ გაგრძელდეს თელი ცხოვრება. ნუ რაც შეეხება მეორე ლექსს, რა თქმა უნდა როგორც ყველა პოეტს, მგოსას, წერას, მჭაბნელს, თუნდაც ზაპოჟნიკს, თუნდაც ხაბას, თუნდაც ზეინკალს, რამ ტაქსის მძღოლს. ნუ იმიტომ მინისტრებზე მაინდა-მაინც ვერ გავიქაჩები, იმიტომ რომ ეგენი აზრებს იწვია ხშირად. მე უფრო პატრიოტიზმისკენ ვიწევი და აქედან ვიტყვი როგორც ყველა ქართველს ტკივა ისე მტკივა და აი ამ გზნობით მინდა თქვა. კი ბატონო. ქართველები ოსმალომ ქართველს გულიდან ჯვარი მოგლიჯა ნაკურთხი. უბრძანა ზეით შედგომოდა თან მიაყოლა ნაფურთხი. ქართველმა ჯვარის საბეჭვა სიკვდილის ხვედრი არჩია. ყველა ოსმალოდ მონათლეს ვინცა ჯვარს ზურგი აქცია. გულში უცეცხლოდ იწოდნენ ქრისტეს უჩუმრად ლოცავდნენ და ცოდვის გამოსასყიდად პურზე ჯვარს გამოსახავდნენ. ეხლა კუპლეტს დავამატებ, ოღონდ მე რაც უნდა ჩამეწერა ამის გულისთვის სახში ორი კვირა ომი მქონდა მე და ჩემს ნინოს. არ ჩაწერო არ შეიძლება, მეთქი გულით ეგრეა და ხალხი იგრძნობსო და მაინტერესებს ხალხი რას იგრძნობს. აიძულებდნენ უარყავთ ჯვარი ქრისტე და მამათი. ნუ მე რაც უნდა დამეწერა არ დამაწერინა. მაგრამ მათ მალვით უნახეს თაობებს ქართულ ადათი. ასე კულტურულად გამომახატინა ის შინაგანი შეგრძნება, რაც მინდოდა ამესახა და მეთქი ძალიან ბევრი მწერალი იყენებს ხანდახან რაღაც სიტყვებს მეთქი და ჯერ შენ იმ დონეზე არა. ეს პასუხი მივიღე და დაუჯერე და ამიტომაც
ცოტა კულტურულად დავწერე და დაანჩენი ვისაც ჩემი ლექსი გაქვთ წიგნიდან გადაიკითხე და თქვენებურად თქვენ გაალამაზეთ. ქალბატონო გადმოვიდოცხლებ თქვენსკენ ახლა და თქვენი პირველი ლექსი. პირველი ლექსი საერთოდ აი მე და ჩემი ძმა რითმებით საუბრობდით ხოლმე უფროსი ძმა დაღუპული მყავს უყვარდა და ესე თვითონ მასწავლიდა კიდევაც და პატარ-პატარ რაღაცებს ვიძახდით და დედაჩემს თუმე ჩაუწერია და რომ გარდაიცვალა და მის რაღაცებს რომ ალაგებდი პატარა ფურცლებზე ვიპოვე მაგრამ მე რაც ჩემით მახსოვს პირველი ლექსი რაც დავწერე 12 წელს ვიყავი მე-13-ში მამა რო გარდაიცვალა და მამაზე დავწერე მაშინ ის ლექსი ახლა ამ წიგნში არ არის წინა წიგნში შესული და აი ისაც დედასთან ვიპოვე მეორე წიგნში შევიტანე მე ვიპოვე გვენ აღმოჩინე ესეთ რაღაცებს წერდი ეთყობა ჩემი ფისო ავად არის მოუტანე რძე და ყველი არ დამტოვო ფისუნია მალე გაზაფხული გველის მურია მურია ნუყებ შენ უთენია დამაცადე ძილია ძალზეც საამურია და ეს როცა ამოვიკითხე ზუსტად გამახსენდა რატომ დავწერე დედამ სახლი დაალაგა აპრიალა დილით ზალა მამა საღამოს მოვიდა და ზღვართანი გაადინა მაშინ ხო მოგეხსენებათ მასტიკიანი პოლები იყო და მამა შემოვიდა აუსრია და ფეხი და პირდაპირ ზალაში გავარდა ასე შეუნახავს დედას ეს ჩემი პატარა რამოდენიმე ლექსი ეხლა სანამ მომდენო შეკითხვაზე გადმოვალ მე მინდა ისე ვიკითხვა ითვლება უკვე ეს ოღონდ გარეშეთ რომელიც აქ მე არ მაქვს ოფიციალურად დაწერილი ის კითხვა თქვენ ბრძანდებით წეგანო მახსენე საქველმოქმედო გაერთიანება მიმინოს დამფუძნებელი რომელ წელს დაარსეთ ეს ფონდი გაერთიანება და რა მიზნები აქვს ამ გაერთიანებას და მომავალში კიდე რა გეგმები აქვთ აუხსენეთ ყველაფერი თქვენს მოგახსენებთ გაერთიანებას დაკავშირებით ჩვენი საზოგადოება მიმინო, გამომდინარე იქიდან რომ მე მქვია ვალიკო კატორი მიმინო, კატორი გალაცკი, კურ ნიკაგდა ნიგრუზეთ. ესეც პატივცემული დანელიას ფილმიდან მოგეხსენებათ მიმინო, ასე რომ დამერქვა მიმინო და გადავწყვიტე რახან დავიწყე წერა, რომ ჩემი თავისთვის შემერქვია მიმინო. რატომ უნდა ყოფილიყავი მარტო როცა ჩემ გვერდზე იყო ჩემი ნინო ჩემ გვერდზე იყვნენ ჩემი რო იტყვიან ყველას პატივს აქცევ მაგრამ უფრო მეტად ხო იცი ხუთი თითია ერთ მაჯაზე მეორეზე ხუთი თითი და აი მუშტად რო შევიყარით აი ხალხთან ერთად ჩემ ხათუნა ცომაიასთან ერთად გუთი ბოლნეთთან ერთად ჩემს ხათუნა გოგბერაშვილთან ერთად, ჩემს ლილიკოსთან ერთად, გულბათაშვილთან ერთად, ბოდიში ჩემოლილი. და ასე რომ გავაკეთეთ ჯგუფი და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ გაგვეხალისებინა, გაგვემხიარულებინა და გაგვეხარებინა ადამიანები. რამეგობროდან გამომდინარე, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მიცხოვრე ადამიანურად, მიმესვლება ხალხთან, შემიძლია უთხრა კი არ ვიმათხოვრო, არამედ ვიცი იმ ხალხს რა გული აქვს, აი ამ პოეზიის მიმართ და იმ ხალხს მიმართო, რომ დამეხმარე. მე შენ სახელსაც გამოვიყენებ, ჩემი სახელიც გამოჩნდება და წეთ ამდენ ხალხს პატივი. კი ბატონო. ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად მთლიანად აყოფილა ეს ყველაფერი და მე ჩემი ორგანიზაციისთვის მიმართია და მithქვი ამდენი წლის მანძილზე ვმუშაობ და დამახმარეთ ფონდიდან და ჩემი ორგანიზაცია დამხმარებია იმენა მეორე წიგნზე მოხდა, იმიტომ რომ სპონსორს შეემთხვა უბედური სიტუაცია, რაც მომცა, მეტი ვეღარ მომცა. მეუღლეს ოპერაცია დაჭირდა თურქეთში და სახლი ჩადო გირაოში. მესამეც ვიშოვეთ ასე თუ ისე. აი ამას ვაკეთებთ რომ ხალხი გავახაროთ. ამაში მე გვერდზე მიდგას ჩემი ნინო. უშინათ როდესაც საღამოს ვატარებდით ოფიციალურად ითქვა ეგ სიტყვა რომ ვისი იდეა გაჩნდაო ქალბატონმა მანანა გორიგიშვილმა ახსენა ის რომ
რა კარგი იდეა იყო რომ გალას მიუძღვანით საღამო და ვიცი იდეა იყო ვალიკოსიო თუ ნინოსიო ასეთი ჩემი ის იყო რასაც ეხლა ვიტყვი ჩვენთან ოჯახში მნიშვნელობა არა იდეას ვინ წარმოადგენს ჩვენ ორივე იდეისტები ვართ თავარია განხორციელება როგორ გავაკეთოთ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვყავდეს ნასიამოვნები და ნაკლები ვყავდეს ისეთი ვინც პრეტენზიას ეთქვის ნუ არ არსებობს ისეთი რამე გააკეთო ადამიანმა რომ ერთი მაინც არ დატოვო ცოტა გულნათკენი მაგრამ რაც ნაკლები იქნება ხო კაი კი აი ამას ვთვლობთ ჩვენი ორგანიზაცია ბატონო მალხას ჩემი ნინოს დახმარებით ჩვენ ორივე ერთად ჩამოვაყალიბეთ სახელი ჩემია იდეა ჩვენია და მართვა სრულიად არის მე რაც სიმართლეა ვერ მუშაობ ჩემი საქმე არის ფურცელი ჩემი საქმე არის პასტა просто გედი არ ამყავს თორე გედის ბუმბული კალოტონინო ლექსი რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას ნახოთ რამდენად შეესატყვისება სანამ პასუხს მივიღებთ და გამცემდეთ პასუხის შემდეგ თხოვთ კიდე ორი ლექსის შემდეგ გაგვანდოთ მე და ჩემს ტელემაყურებელსაც აი დაგვიანება პასუხი და ორი ლექსის რა მაგალითად ამადა სურორი გურიაში ხო არა გურიაში ისე სანამ მოძებნის ნინო ანეკდოტს ვიტყვი კი ბატონო ასე დიდი სინით მოგართვანდა ჯერ 2-ო მერე 4-ო მერე სამეგრელოში და სხვათა შორის და დაგვიანებული შევიდა ძალიან რა და ასე ოდნოსით მიართეს 12 ჭიქა ეს უჯურა ამბობ ბიჭო ჩვენო მეტი გვაქვს დალეული მიდიოდა მოკიდა ხელი გავიჭამა და დამიგავეჯიგა რომ გადააწყვეტა პირველი ჭიქა ხო არისო კი ძმაო კი აიღო და დადა ეგია ბოლო ჭიქაო კი ბატონო იყოს ეგიც აიღო დადა დააჩენ დალია კი მაგრამ იმ ორ ჭიქამ რა დაგიშო ბიჭო მაიმათოს პირველი და ბოლო იცი ახლა რა გამახსენდა ბატონო ლიკო ალბათ თქვენ იცნობთ და შეიძლება ახლოდაც იცნობთ თქვენი მოგვარია უწყინვალესი ადამიანი და მე მას სულ მალე გამოჯამთელებას ვუსურვებ ჩემი კოლეგა უბრალოდ მე ვარ მისი კოლეგა ჩემზე უფროსია მესხიშვილის თეატრის დრამატული თეატრის მსახიობი ცნობილი მსახიობი გიზო გაგაურიცი და ერთ რაღაცას გავიხსენებდი რო გითხრა არ ვიცნობი ხო და ეს თვითონ აქ მონაყოლი რა ადრე და აი ეს რო იყო ინსპექტორები რო იყვნენ და მივაყავდა რა თეთრი ხო და მოდის ახლა ხო და ცოტა ნასვამია გააჭირა ინსპექტორმა და მაშინ ხო იცი ფულს მიცემდი ორმანეს სამანეს თუ ერთმანეს ხო და გააჭირეს შენი გიზო და ეუბნებიან მართვის მოწყობაო და ნამდვილი სახელი პასპორტით არის ალექსანდრე ხო და გამოვართვა ახლა ამ ინსპექტორმა ეს მართვის მოწყობა და ჩახედავს ახედავს და ისე უკაცრავათო გიზო კაკაურიძის ახარდო და ძმა ჩემი და მაშინ მის პატრის ამბობ გიჩომა იდანე და მის მართვის მოწყობა გამარი ტყუპისარიო მაგიტო გესა მისი ხათით გიშვება სადა ხართ კი ბატონო ბრძანეთ ნეტა ნუგეში რა ღირს ხმაურობს ხამე წყდიათში დუმს სხვენი ეზოკარი წვიმს სახურავსაც ატყვია ჟამში გასული ყავლი ოთახში დუმილს არღვევს ჟანგში გამძვრალი წვეთი აქ ბღავის სიცარიელე ოთახში წვიმა დადის დღეს წვიმა არის სტუმარი ერთი უმასპინძლო სახლის გვედრი არ გამხატო უფალო სტუმარი უმასპინძლო სოფლის ყოფნის ტკივილად მყოფნის ცრემლი გუგებში ჩამდგარი შველად დაკარგულ ირმის ბალახი მუხზე შემდგარი ნისლით მოცული ეგარი ნაღველზე მატებს რაც არ არის ამ ღამის წვიმასაც გაუძლებს სევდა მოსული ზარით ადგილსაც მიუჩენ ტკივილს გაყინულ თითებსაც შველი ვერ უძლებ დუმილის კივილს ხორში კლავ მობჯენილ ყვირილს ოღონდაც სიცოცხლე არ ჩაქრეს ოღონდაც გათენდეს მალე იქნებდა
ჯობს ღამე იდგეს ვინ იცის რას გვეტყვის ხვალე რა გაათენებს ან კიდევ როდის როდემდე რამდენს არ ზღირდეს იქნებ არ ღირს ცხოვრებად მაინც ღირს ჩვენი მზისა და მთვარის დღეთა ცვლა დღისა ღამის ოცნებად მაინც ღირს სოფელს არ მომასწრო დაცლილს გლეხს ნუ მანახებ დაღლილს ერს ნუ მანახებ ღარიბს ღმერთო ნუ მანახებ მოყვარეს საქართველოზე დაგეშილს ოცნება მაინც უფასოა ნეტავ ნუ გეში რა ღირს და მეორე ლექსის თხოვთ მივაყოლოთ კი ბატონო დიდი მადლობა კარგით ეშინ საწყისი სასრული შორს სადღაც ცეცხლია იწვიან ფიქრები გონს კარგავს ხვეული ტვინ შემოხვეული ხაზების სწორია ყოველ სანტიმეტრში გული ძგერს ურიტმოდ დარჩენილ წამებში თვალებში ჩამდგარა სიკვდილის აჩრდილი დღეს მოვა ხვალ მოვა ან რამდენ აჩრდილში ჩასაფრდა ვინიცის ბალახის მთიბავი ფიქრი და გონიკი გამხდარა მჩხიბავი ვინიცის ამბავი ფაგების ბადებს თუ ივსება ხის სარკოფაგები ვინ დედი შობილა ან კი ვერ შობილა ვინ შვილად ყოფილი დედად ვერ მყოფილი ვერ გეტყვის ალბათ ვერც ერთი მისანი გულს სხვისიც აწუხებს მისანიც სწორია ხაზები არ არის რიტმანი ვერზი და ყველასი საზიდი ღმერთმანი შორს სადღაც ქარია მიქრიან ფიქრები დროზე თუ უდროოდ ერთ დროს მეც გავქრები საწყისი სასრულით ერთმანეთს ვედრები იყო და არ იყო დგებიან გვერდით რაღაც ხომ დარჩება ხვალ თუ არ ვიქნები დიდი მადლობა მადლობა თქვენ ბატონო ვალიკო გადმოვინაცვლოთ თქვენსკენ ახლა თუ შეიძლება კი ბატონო რა გასხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის ცოტა არ იყოს ძალიან ძნელად ასახსნელი სიტუაცია იმიტომ რომ არსებობას ადამიანი სხვის არსებობაზე რომ ამბობს რომ საწყალი არსებობს ნუ გაჭირვების უმაღლესი დონეა რომ ის არსებობს აი გაჭირვებულს რო კითხო ის ცოცხლობს იმიტომ რომ იმაზე მეტი გაჭირვებულიც არსებობს ის ვისაც ფეხით გადაადგილება არ შეუძლია და იმ დავდომილს რო კითხო იმაზე მეტი გაჭირვებულიც არსებობს ვინც უკვე მიწაში წევს და სიცოცხლე ის არის რომ იმის ღირსი უნდა იყოს რომ უფალმა თავისი კალთა არ გადაგხადოს და არ დაგტოვოს ღიაცის ქვეშ. აი მაშინ აქ სიცოცხლეს აზრი და შეგიძლია თქვა რომ ცოცხლობს და არ არსებობს. მე ასე ვფიქრობ. ხალბატონო თქვენ შენ გადმოვინაცვლებ ბედნიერი ხართ როდის აღარ ბედნიერი რა ვიცი ბედნიერი ვიქნები მაშინ როცა ჩემი სამშობლო იქნება ბედნიერი სამშობლოს თუ უჭირს შენ როგორ ხარ ბედნიერია ასია ნამდვილად საერთოდ კი მცირედიც მაბედნიერებს არ ვარ ძალიან ისეთი რომ დიდი რამე სჭირდება ჩემ გახარებას და გაბედნიერებას მაგრამ მაინც უმთავრესი სამშობლოა თუ ჩემ სამშობლოში ყველაფერი კარგად იქნება მაშინ ვიქნები ბედნიერი თორემ მარტო ერთი მინუს ბედნიერება არაფერი არ არის ეთახმებით ბატონო ვალიკო შეიძლება ეს ისეთი კითხვა იყოს თქვენთვის მოულოდნელიც შეიძლება არ ვიცი თუ ყავდათ მეგობარი რომელიც გელაპარაკებოდა ისე როგორც თქვენ ელაპარაკებოდით ხოლმე თქვენს თავს რამდენ ხანს მისცემთ უფლებას ამ ადამიანს თქვენი მეგობარი ყოფილიყო ბატონო მართლა თქვენ ადრე ახალგაზრდობაში ფეხბურთით უფრო იყავით დაკავებული თუ ბოქსით ბოქსი ჩემგან შორს იყო უფრო ფეხბურთი ესე იგი ფეხბურთი კი ამიტომაც დამერტყი მაღლა კუთხეში ცხრიანში მე როგორც ძველი ბოქსერი ამ ზელი გრავი მაგდა უბრალოდ ესი ავიღებ მე მაგ დარტყმულ ზედა კუთხეში ჩვენებურად ზევი ადგას ჩემი თავის მეც არავის არ მიცემ აბსოლუტურად იმის უფლებას რომ
ეს ეთახმებით. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემსავით გაანალიზო. ეთახმებით. იმიტომ რომ ის რაც გამიკეთებია, ის რაც უნდა გავაკეთო, მე რო ვიცი, ესე ვერც ვერავის ვერ აუხსნი. და რატომ მინდა? ეს მარტო მე ვიცი. და ის თუ ამას მე შემეკითხება, ესე იგი მე არაობა ვარ. იმან საიდან იცის მე რა ვიცი. გადახსნილი მარტო წიგნი აქვს, აი ადამიანი გადახსნილი მთლიანად არ ვარ. ცოტა თავისთვის ქისაში. ქალბატონო, სამი თვისება, რომელიც გამოგარჩევთ. არ ვიცი, რთულია ეს ადამიანმა საკუთარ თავზე თქვას, მაგრამ ერთადერთი ვიცი, რომ თავიდან ისე დავიწყე, მიხარია ყოველთვის ხვის სიხარული და მართლა ვიზიარებ, გულთან მაქვს ყოველთვის ხვის ტკივილი და არ ვთვლი, რომ ღობეს ჭხირია, ნამდვილად. და ერთი კაი თვისება ალბათ, არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ვიცი ხოლმე, რომ მატყუილებენ, აი თვალებში მიყურებენ და ვიდებილებ თავს და ვითომ არ ვიცი. აი რაღაც არ შემიძლია ადამიანს ისე მივახალო, რომ შენ ტყუი, შენ და დაუქნევ თავს, უბრალოდ ვიცი და მორჩა. რამდენად კაი არ ვიცი. ბატონო მალიკო, როცა 80 წლის იქნებით, რა იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? 80 წლის რო იქნებით. მე მაპატია რომ თქვენს წინვალე ტელევიზიაში ცარიელი ხელით მოვედით. მაგნაირი შეკითხვისთვის ერთი კაი დიდი განსხვავებული გეკუთვნის 15 წელი გარანტიას მადლებს სიცოცხლისას და ამაზე მეტი კაი რა გინდა რომ იყოს. აი 80 წლის რო გავხდები ბატონო მალხას. მე სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი ტელეფონის ნომერს არ შევცვლი. თქვენც არ შეცვალოთ. ხო და გამირეკე დეკემბრის 18-ისა ვარ. და დამიპატიჟე ჩემი თავი ამ ტელევიზიაში. აი მაშინ რა ცხოვრებაც იქნება ზუსტად აი იმას გეტყვი, აი ესე მინდოდა ცხოვრება მინდა. ამჟამად მე ისე მინდა ცხოვრება 80 წლისამ რო წარმოვიდგინო, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული უმაღლესი დონის ტექნიკა, მაგრამ თავისებური დიდი ნიჭისაგან გამოგონილი ეშმაკისეულია. აი ეს ის რაც ფურცელზე იწერება, ის უკვე უფრო მეტია. ასე რომ მე ვისურვებდი, რომ წიგნის მოყვარული ადამიანი ძალიან ბევრი ყოფილიყოს მომავალი თაობისა. და წიგნი თავს არ შეეჭამოს, აი ამას ვისურვებდი. ხალხის ხელში გაცრეცილი იყოს. ღმერთმა გისმინოთ და ორი ლექსი დაგჭათ კიდე რომ გავანდოთ ჩემს ტელემაყურებელს. ბატონო მალხარ, ერთ შეკითხვა მაქვს. ორი ლექსში ჩავატიო ის, რაც დასამშვიდობებელი ლექსი მინდა თქვა, თუ ერთს ისე შინაურულად დავამატებინებ მერე. კი ბატონო. დავამატებინებ, მაშინ ორ სხვას ვიტყვი და ერთს მერე. კი ბატონო. მადლობა დიდი. კი ბატონო. სიკვდილს პოეტი ამარცხებს. სიკვდილ შამამხვდა სიზმარში. გული დარდით აქ სავსეა. პოეტი ვერ გზის მაღკალი მაინც საცოცხლობს ხალხშია. თვის დამარცხებაშიო და მოსთქვამდა ვითარც ბალღია. ცელი ბეჭებზე გაიდო, აუჩინარდა პირღია. წასვლისას სიტყვა დატოვა. გაცოცხლებულან ლექსითა ვაჟა ილია აკაკი გალაქტიონი თავშია. ერთით მაგერ მომერე და მესამე იქნება საფინალო და სამშვიდობებელი. წარმოთქვი რომ იმერელი ვარ, არც არასოდეს არ მithქვია რომ თბილისელი ვარ და ვაკელი ვარ, ნუ ეხლა არ ჩათვალოთ რომ ეს ტრაბახად. მაგრამ თბილისელი ვარ, თბილისში დავიბადე და მიამაყება რომ თბილისელი ვარ. მაგრამ იცოდეთ რომ იმერელი ვარ. მაგრამ მაინც დასტაფუნელი. სვირელი. და მიამაყება. ამ
ამას სანამ ლექს ვიტყვი მანამდე ამ ყველაფერს პატარ-პატარა მონაცემებს აი ამ წიგნში წარწერით ატონი ხახა ხურციძისთვის კი ბატონო აუცილებლად გადავცემ ტელევიზიას ეს კი გადავცემ აუცილებლად თქვენ სახსოვრად ბატონ კახას ტელევიზიას დიდი პატივისცემით და დიდი მოწესებით მოგითხვასთან და პატივისცემასთან ერთად ჩვენი მხრიდან თბილის ბევრი რამ თქმულა თბილიზე და ხოტბად ბევრი შეუსხამთ მეც მინდა ჩემი სიტყვებით იმათ რომ ხარი ავუბა მე რომ თბილისი მიყვარდეს ნურვის ნუ გაგიკვირდება აქ დავიბადე ვიზდები თბილისი სისხლში ჯერდება თბილის შვაზე ორად ყოფს კარგის და ცუდის ნახველი ღვრია ამშვენებს მდინარე ტყვარია მისი სახელი თავს ნარიყარა უმშვენებს როგორც მეფესა გვირგვინი ხმლითა და თასით დამხტური ქართლისა დედაც აქ არის შენს მზეს და მთვარეს ვლოცულობ შენს სიყვარულში თვრალი ვარ მიამაყება თბილისო რომ შენს ქუჩებში თავდივარ დიდი მადლობა და განმოვინაცვლებელ ახალბატონო თქვენსკენ რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში არის ჩემი ოჯახი ოჯახის შემდეგი ყველა კი ბატონო და არის სიცოცხლე თუ როგორ გააგრძელებ და თუ ეს ბოლო კითხვა მაშინ მეც დასამშვიდობებელი ლექს წაგიკითხავთ რა არის მთავარი ცხოვრებაში კი ბატონო ბრძანეთ ყოფნა არ ყოფნა გადატენილი 9 გრამი მჭიდში ერთი გამოკრა აკლია სასხლეთს არ გამოკრაო მომძახის სიო არ გაბედო დარაჯობს მთვარე შენ გაგრძელება მითხარი თორემ სიკვდილს ჭირდება სულ ერთი ხორი ძნელი ყოფილა ქვეყნად მოვლენელა გარდა ცვალება არის იოლი უფრო ძნელია არ დაბადება რომ ვერ შეიგზნო დედის იერი რომ არ ვიცოდე ღმერთის შვილი ვარ რომ არ მქონდეს რწმენის იმედი შენ გადარჩენა მითხარი თორემ თითის გამოკრა არის იოლი და ბატონო სიცოცხლეა მაინც მთავარი თქვენ დაიწყეთ თავიდან და თქვენ უნდა დაასრულოთ საფინალო ეს დასამშვიდობებელი ლექსი კიდე ეგრეა თამადას როაიჩევენ ჯერ დააწყებინებენ და წასვლის სიმბოლოს ამფროი დამჭამის სასახმევინებენ მადლობა ბატონო მახას პირადად თქვენს ტელევიზიას მადლობა მოწვევისთვის მადლობა იმისთვის რომ ხალხს ჩვენი თავი ესოდენ მაღალ დონეზე წარუდგინეთ მადლობა ყველაფრისთვის წარმატებები მისურვებია კეთილსინდისიერი პატიოსანი თქვენ მაგი არ შეგესლებათ ბატონო მალხაზ ვინ უფრო გულთან ახლოს მისატანია ისეთი რესპონდენტები მისურვებია თქვენთვის რომ აქ რიგი მდგარიყოს და ასე გეწმინდოს ოქრიდა იმ კურტის არ იყოს პიანინო რო გავუცურდა მე-9 სართულიდან რა აი ჩემი ოფლი ჰალალი იყოსო რა ასე იმია ბატონო მალხაზ მე კიდევ ერთხელ სხვა მიმართულებით მინდა მადლობა მოგიხადო რომ თქვენი ტელევიზიის საშუალებით მე მინდა გავამჟღერო სურპრიზი ის რაც გუშინ თქვი და გამოვიყენო კი ბატონო თუ უფლებას მომცემ გამოვიყენო იმაში რომ რა თქმა უნდა წიგნი როდესაც გადაწყდება გალას მე მიყვარს გალასთან დაკავშირებით ეს წინასწარ იქნება შეტყობინებული, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მაისის თვე ახლოვდება და მერე რო წუწუნი არ დაიწყოს ხალხმა, ამიტომ წერ რომ ვაჟასთვის მოამზადეთ ლექსები. ვაჟაზე უნდა გამოცე წიგნი. მე პირადად ძალიან პატივს ვცემ ვაჟას, ძალიან ყველა მიყვარს, მაგრამ ყველა თითს თავის დანიშნულება აქვს. ჩემთვის ვაჟა არის პირველად, დანარჩენები მე. მიუხედავად იმისა, რომ გალას მე ძალიან პატივსემ და კალენდარი არ გამომიყენებია, რომ რახან გარდაცვალება და დაბადებას ერთმანეთს არ უკავშირებ. უბრალოდ გალა მეფე იყო, ვაჟა არწივი იყო და მეფეს მიუძღვენით, ეხლა არწივისთვის მინდა, რომ მიზღვნა გავაკეთო და ამიტომ არა მე უბრალოდ ლექსი წავიკითხე. დავდევი და ამ ლექსზე ორმა ჭკვიანმა ქალბატონმა მითხრა ვალიკო გონი ვაჟასთვის ამზადებ რამეს და ყურში უთხარი კი ბატონო მეთქი და არ მინდა რომ განკერძოება ჩამითვალონ ეგრე არაფერი არასოდეს გამიკეთებია მაგრამ მე ის გამიხარდა რომ ის ხალხი ამას მიხვდა
ამიტომ ეხლა მაღლა ვამბობ ამას, რომ ვაჟასთვის მოემზადეთ, როცა დავიძახებ, მე არ დამიწყოთ, დავაგვიანე, ჩემი ბრალი არ იქნება. ვაჟა რადგინდა დიდება, ან ხალხის ტაში ხმელია, თავად უფალმა გადიდა, შლის ნუქრის, ვერ ხვის ხმელია. თაში არწივი გიწოდეს, ბარში შეგმოსეს გენიად, დღენი ხსოვნისა არ ცოროდეს, არ დაილევა შენია. ჭიუხვებს რითმად მაყევი, ეკხოთ შემოხვალ ბარადა, ვერ მოგერია ცხრადევი, შენი მრევლის ხავს მარადა. ბუნება კალმით მოხარგე, ნაკადულს მიეც დინება, არც ბარში არ დაიკარგე, უფალმა ასე ინება. აბგით დაქონდა ლექსები, ეძებდი გამომცემლობას, ნახევრად მშიერ მწყურვალი, მუზა გმატებდა მხნეობას. ზოგმა კილოკავ გიწუნა, ზოგმაც ლექსები აზროვნად, როცა ცა ჩამოიწურა, ილიამ გაქო ხატონად, თქვა, დროა კალამი დავდოთ, გზა დაუთმოთო გუმბერას, სამშობლოს ალამი ვანდოთ, მთის არწივს, ფშაველების ზარს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, ბატონო მალხაზ, ამხელა საშუალება, რომ მომეცით და კიდევ ერთხელ მადლობა. ბატონ თირას უთხარით პირადად, რომ ვაჟაზე ლექსები გამოგვიგზავნოს. აუცილებლად გადავცემ და მე კიდევ ერთხელ მადლობას გითხრით მობრძანებისთვის, ასეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის, იმ ლამაზი ლექსების წარდგენისთვის, რომელიც გააცანეთ ჩემს ტელემაყურებლებს, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და მე მინდა ძვირფასო მეგობრებო, დაგემშვიდობოთ კეთილი სრულები და ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ვალიკო კაკაურიძე, ქალბატონი ნინო როსიაშვილი, დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ასევე, ნამდვილად წარმოგაჩნით, ასევე კარგად ბრძანდებოდეთ. უღრმესი მადლობა. პატივისცემისათვის, გადახარად. დიდი მადლობა. კეთილი სრულებით გემშვიდობებით.